უპრეცედენტო ღირებულების თითქმის 9 მილიარდი დოლარის ნახატები შემოვიდა საქართველოში 2025 წლის იანვარში და ვის თუ არა ბიძინა ივანიშვილს შეეძლო ამ ღირებულების ნახატების შემოტანა. ეს არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც იანვარში 491 მილიონი დოლარის ნახატები სამ ამანათად შემოვიდა საქართველოში, 2 ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ხოლო 1 დიდი ბრიტანეთიდან და ნახატების დაყუთების წონა იყო 6 ტონაზე მეტი. სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ახლა სანქციებით არის შეშინებული, ამერიკიდან და ბრიტანეთიდან ეზიდება უკვე ძვირადღირებულ ნახატებს, რომლებსაც ამდენი წლის განმავლობაში აგროვებდა და შესაბამისად საქართველოში გადმოაქვს. ახლა მთავარი კითხვა, გადაიხადა თუ არა რამე ივანიშვილმა ამ ნახატების გადმოტანის შემდეგ ბიუჯეტში. სავარაუდოდ ოლიგარქმა ისარგებლა ეგრეთ წოდებული ოფშორების კანონით, რომელიც დაამტკიცა ოცნების პარლამენტმა დაჩქარებული წესით და ეს ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ივანიშვილმა ქართველი ხალხის და ბიუჯეტის ხარჯზე 242 მილიონი ლარი დაზოგა და ეს გადასახადები უბრალოდ არ გადაიხადა. ეჭვს, რომ ოფშორების კანონი გამოიყენა ოლიგარქმა, კიდევ უფრო ამყარებს ის, რომ თუ შევხედავთ მონაცემებს დღეგეს მოცულობას, ის გაზრდის ნაცვლად არის შემცირებული. ამ ფონზე კი ივანიშვილის რეჟიმი ამბობს, რომ გაზრდილია იმპორტი. გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც წლების გამოცდილება აქვს ივანიშვილთან თანამშრომლობის, პირდაპირ გვეუბნება, რომ ეს არის უდიდესი მასშტაბის კორუფცია, ერთი კაცის კონტროლის ქვეშ მყოფი ყველა ინსტიტუტი და ქართველი ხალხისთვის მოპარული კიდევ ბევრი მილიონი. ოფშორების კანონი არანაირად არ ემსახურებოდა რაიმე უცხოური ინვესტიციების შემოსვლას. ეს ივანიშვილს სჭირდებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი პირადი ნახატების კოლექცია შემოეტანა საქართველოში. ახლა უკვე ცხადია დოკუმენტურადაც, რომ ივანიშვილის გარდა მილიარდზე მეტის ნახატებს არ შემოიტანდა ჩვენს ქვეყანაში. დაახლოებით 300 მილიონი დოლარის თანხა ამოაცალა ქართველ ხალხს, ქართველ გადასახადების გადამხდელს ჯიბიდან. ეს არის დღეგეს თანხა შემოტანაზე, ეს არის ამ ოფშორების კანონის მიხედვით მოხსნილ ქონების გადასახადზე, ანუ ქონების გადასახადიც რაც არის დაახლოებით 1% ამ ნახატების ღირებულების აღარ იქნება გადასახდელი ყოველწლიურად და ასევე მოგების გადასახადი ამ ნახატების რეალიზაციიდან. ეს არის პირდაპირ უზარმაზარი მასშტაბის კორუფცია. ამგვარი მასშტაბის კორუფცია საქართველოში შევარაძის და ასთანაბაშიძის დროს არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ეს არის манипуляция, არანაირ ეკონომიკურ ზრდას ვერ გამოიწვევდა ივანიშვილის ერთი საცავიდან მეორე საცავში ივანიშვილის პირადი ნახატების გადმოტანა. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ახლა ივანიშვილის რეჟიმი მისი ნახატების ქვეყანაში შემოტანას საზოგადოებას ეუბნება, ეს არის თითქოს ეკონომიკური ზრდა. ივანიშვილის რეჟიმის პრემიერი ამბობს, რომ რეკორდულად იზრდება სავაჭრო ბრუნვა და თუ შევხედავთ მონაცემებსაც 45%-იანი ზრდა გვაქვს. რეალურად როგორც ჩანს, ეს არის манипуляция და სწორედ ივანიშვილის მიერ ნახატების შემოტანის ხარჯზე ვნახეთ ამ დონის ცვლილება და ზრდა, რადგან რომ არა ამ ღირებულების, რეკორდული ღირებულების ნახატები ზრდა იქნებოდა დაახლოებით 1%-ის ფარგლებში. რეალურად ის თავსმოხვეული ზრდა, რომელსაც კობახიძე გამოდიოდა დღესდღეობით და საუბრობდა როგორც სერიოზულ ეკონომიკურ მიღწევას, სხვა არაფერია თუ არა ივანიშვილის ქონების გადმოქაჩვა სხვადასხვა ქვეყნიდან. სხვათა შორის ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ მონაცემებში დაფიქსირდა ეს, რომ ესე ვთქვათ, ნახატები, ძვირადღირებული ნახატები დაახლოებით 500 მილიონი დოლარის ღირებულები საქართველოში იმპორტის გზით იქნა შემოტანილი. ეხლა ეს რაზე მეტყველებს და მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც ეს ნახატები როგორც ჩანს და შენახული არ ვიცი ივანიშვილს და შემოიტანა ამ ქვეყანაში. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ის თავსმოხვეული პროპაგანდა, რომ ივანიშვილმა თითქოს დაალაგა ტრამპთან რაიმე, აბსურდია, იმიტომ რომ აგერ ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც მოარბენინებენ მის ძვირადღირებულ ნახატებს და ქონებას. სანქციების შიშით არის ცხადია ეს ყველაფერი გამოწვეული და ამიტომ მნიშვნელოვანი ჩვენი ბრძოლის გაგრძელება. ამ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ეკონომიკური თაღლითების ჯგუფად ჩამოყალიბდა ქართული ოცნება, ბიძინა ივანიშვილის უცხო არ არის ზოგადად თაღლითობა.
ეხლა მთელი საქართველოს მთავრობა სინდიკატად იქცა თაღლითების 9 მილიარდი დოლარის ნახატები ძვირადღირებული შემოიტანა წინა თვეში ივანიშვილმა ოფშორული ლიდერების შესახებ კანონი რომელზეც ვლაპარაკობთ რუსული კანონის მიღებიდან იმის პარალელურად მიიღო დღემდე იმაზე თუ რაში დასჭირდებოდა ეს კანონი კონკრეტულად ამისთვის სჭირდებოდა საქართველოს იქცა ივანიშვილის პირად მომსახურე სანოტარო ბიუროდ სადაც ეხლა გაუფორმეს ეს და საქართველოს ბიუჯეტმა ნახა დაახლოებით 90 მილიონი დოლარის ზარალი პორტად გააფორმეს ივანიშვილის პირადი ნახატების დაბრუნება შემოტანა საქართველოში და სტატისტიკური манипуляция მოახდინეს 45%-ით გაზრდილია იმპორტი აი ამის ხარჯზე ივანიშვილის სეიფში ნახატების შეგროვების ხარჯზე 9 მილიარდი დოლარის უპრეცედენტო ღირებულების ნახატები შემოვიდა ქვეყანაში ზუსტად ივანიშვილის სანქციების და ამ სანქციების შიშის ფონზე შესაბამისად ვის თუ არა ივანიშვილს და ოლიგარქს შეძლო ამ ნახატების გადმოტანა და ახლა ყველა დარწმუნებულია რომ ბიძინა ივანიშვილი აკეთებს ყველაფერს იმისთვის რომ საქართველოში გადმოიტანოს მთელი მისი ქონება თუმცა ამ ყველაფერში არც ერთი თეთრის ქართული ხალხის სასარგებლოდ გადახდა არ უნდა